მოგესალმებით ჩემო ლამაზო და თბილ და ტკბილ მაყურებლებო და ჩემო გოგონებო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისაც, რომ გამოიწერეთ აქამდე ჩემი YouTube გვერდი. ძალიან გამახარებს ეს საკითხი და უდიდეს სიყვარულს და მადლიერებას გიგზავნით. რაც შეეხება გაშლებს, მოკლედ მაქვს თქვენთვის მომზადებული დღეს ერთ-ერთი პატარა უცნაური გაშლა, უცნაური, იმიტომ რომ ცოტა სხვა სტრუქტურით გავაკეთებ დღეს ჩვენ ამ საჯარო გაშლას სიტუაციის ანალიზზე. ეს გაშლა იქნება ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ იმ პრობლემაზე თუ სირთულეზე, რაც დღის მდგომარეობით თქვენს დღის წესრიგში, ესე რომ ვთქვათ, დგას და ვერ აგვარებთ და ნახოთ რეალურად როგორ შეგიძლიათ გავუმკლავდეთ არსებულ პრობლემას, ხო? და იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი გაშლა ცოტათი მაინც დაგეხმარებათ. მათ ვისაც არ გაქვთ ჩემი YouTube გვერდი გამოწერილი, გამიხარდება თუ გამოიწერთ, ასევე ჩემს Facebook გვერდსაც, სადაც ყოველდღურად განვათავსებ აი დღის არკანს და გავიგებთ როგორი დღე გველოდება ხოლმე იმ კონკრეტულ დღეს. აქ დავურთავთ ჩემი Facebook-ის გვერდს, ვისაც გაინტერესებთ გავამყევით. რაც შეეხება გაშლებს, აბა მითხარით ზოგადად რეზონირებს თუ არა ეს გაშლები თქვენთვის, როგორ მოგწონთ გაშლები, გავაგრძელო, არ გავაგრძელო, რა შევცვალო, რა არ შევცვალო. გამიხარდება თუ მეტყვით, იმიტომ რომ ეს სივრცე არის თქვენთვის, ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის და პროექტში თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილები, ხო? ასევე გეტყვით, რომ ეს არის ზოგადი და საჯარო გაშლები, ვისაც უფრო რამე კონკრეტული სიტუაციების განხილვა გსურთ და პირადი გაშლები გსურთ, შეგიძლიათ ასევე რომ მომწეროთ Facebook-ზე და იქ ვიმუშაოთ და დავამუშაოთ თქვენი პრობლემატური სიტუაციები. მოკლედ, დღეს როგორც გითხარით, სხვა სტრუქტურით გავაკეთებთ ამ გაშლას. აქ გვაქვს არკანები. საიდან ჯერ გამოვყოთ 5 ვარიანტიდან სიტუაციის არსი, სიტუაციის ის მდგომარეობა, სადაც ახლა თქვენ დღეს მდგომარეობით იმყოფებით და მე ეს სიტუაცია როგორ უნდა დავამუშაოთ. ესე გავაკეთოთ, ხო? იმედი მაქვს, რომ ყველა 5 ვარიანტი გამოჩნდება ჩვენს გაშლაში. ესე მოკლედ გვაქვს 5 ვარიანტი. ინტუიტიურად შეარჩიეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ერთი ვარიანტი და ნახოთ, ჩავთქვით ის პრობლემა და ის მდგომარეობა, რაც გაწუხებთ. შეიძლება ის იყოს ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობა, ოჯახში რაიმე სიტუაციები, რაც გაქვთ, რაც გაინტერესებს და ნახოთ, მოკლედ ამის მიხედვით გაშლა, ხო? პირველი არკანი, აქ ეს რაც ამოვიდა, ეს არის ზოგადად სიტუაციის არსი. თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ ამ პრობლემის მიმართ და ამ სიტუაციის მიმართ და რეალურად რა დაგეხმარებათ, რომ გამოსწოროთ ეს მდგომარეობა. ძალიან საინტერესო არის პირველი ვარიანტის შემთხვევაში. პირველი ვარიანტის შემთხვევაში სიტუაცია და მდგომარეობა, რაც ჩავთქვით, ნამდვილად არის რთული თქვენთვის და ნამდვილად არის ის, რომ თქვენთვის არის რთული მდგომარეობა, რთული რაღაცა სიტუაცია. ამ პრობლემის გადალახვა და მოგვარება პირდაპირ თქვენზე არის დამოკიდებული თან და შეიძლება საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებასაც გრძნობდეთ ამ სირთულის მიმართ, ესე რომ ვთქვათ, ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს პრობლემა გეჩვენებათ, ან ის, რომ რაღაცა ვერ ხედავთ სწორად ამ პრობლემას, ნამდვილად სწორი აღქმა გაქვთ ამ პრობლემის და მდგომარეობის და ნამდვილად რთულ სიტუაციაში ხართ როგორც ჩანს. რაც შეეხება თქვენი მიდგომა არის ის, რომ ნახეთ, აი არკანიდან გამომდინარე ჩანს, რომ კი გაქვთ სურვილი რომ მოაგვაროთ, შეიძლება პატარა გეგმაც გქონდეთ, როგორ უნდა მოაგვაროთ, თუმცა არ იხედებით წინ, ანუ არ უყურებთ, რომ აი ამ პრობლემის მოგვარებას ამ ყველაფერს რა და როგორ მოყვება, ანუ წინ გზაზე რა მოყვება ამ ყველაფერს, თითქოს ისევ იმ წარსულს და უკან გზას უყურებთ და ვერ დაგიძლებიათ ამიტომ ამ პრობლემის მოგვარების სიტუაცია. თითქოს აი ადამიანი რო გზაზე დგას და წინ რომ უნდა გადადგას ნაბიჯი და წინ რომ ვერ გავს და უკან რომ იყურება რა, აი სწორედ ეს მომენტი გაქვთ და ესეთი მიდგომა გაქვთ, რაც ხელს გიშლით და გაფერხებთ რეალურად რომ მოაგვაროთ თქვენი ეს სიტუაცია. რეალურად რაც შეეხება ამ ყველაფრის მოგვარებაში, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, რა დაგეხმარებათ, ის რომ გაცნობიერებული გაქვთ, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს ყველაფერი და ერთი პატარა ნაბიჯი მაინც უნდა გადადგათ
წინისკენ და უკან არ უნდა გაიხედოთ. აი, როგორი მომენტი გაქვთ იცი, რომ ყველაფერი იცით, როგორ უნდა გააკეთოთ, სწორი სტრატეგიაც გაქვთ, მაგრამ იმ ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ ამ შემთხვევაში და სწორედ ეს გჭირდებათ ეხლა, რომ ეს ყველაფერი რაც არის, გადაიდგას ერთი მცირედი ნაბიჯი, მაინც რომ განთავისუფლდეთ და მოგიგვარდეთ და დაგილაგდეთ ეს პრობლემა. ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელში არის, იდეაში ესე ვთქვათ, სწორი მიმართულება გაქვთ, სწორი მიდგომა გაქვთ, უბრალოდ ამ ყველაფერს აკია რაღაცა ერთი პატარა ბიძგი, ერთი პატარა წინსვლა და წინაბიჯი და უკან რომ აღარ გაიხედოთ, აი ეს. სხვა შემთხვევაში ძალიან მარტივად მოგვარებთ ყოველივე ამას. ეს იყო პირველი ვარიანტი და იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ ახლა ეს მიმართულებები, რაც მე აქ გითხარით. ეს არკანები დავაბრუნოთ ისევ აქ. ახლა ვნახოთ უშუალოდ მეორე ვარიანტი, სიტუაციის არსი და პრობლემის არსი. თქვენი მიდგომა ყველაფრის მიმართ და რეალურად რა დაგეხმარებათ. კი ბატონო. მეორე ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ სიტუაცია და მდგომარეობა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და თქვენ აღიქვავთ, აქვს ძალიან ბევრი გზა იმისთვის, რომ გამოსწორდეს. ანუ ცალსახად ერთი გზა კი არ აქვს და ცალსახად რამე ერთი მომენტი კი არ არის, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროთ და გამოსწოროთ. აი, პრობლემა არის, შეიძლება იყოს პრობლემა, რომელსაც აქვს ბევრი სხვადასხვა გზა და შესაძლებლობა მოგვარებისა. თქვენი მიდგომა, ანუ აქ არის ის, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტული გზა გაქვთ არჩეული, რომ აი ესე უნდა გავაკეთო და შეიძლება ძალიან დიდი ხნის მანძილზე და პერიოდულად აი წრეზე დადიოდეთ, რომ აი ესე უნდა მოვაგვარო, ეს გზა უნდა დავინახო, სხვა გზას აღარ ხედავთ. თქვენი მიდგომა და არასწორი მიდგომა არის ის, რომ სხვა გზას აღარ ხედავთ. არა და ამ პრობლემაში არის სხვა სიტუაციების და მდგომარეობებიც როგორც შეგიძლიათ რომ მოაგვაროთ, მაგრამ აქ თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა არის ის, რომ ერთ სწორხაზოვან გზას მიყვებით და სხვა შესაძლებლობებს არ უყურებთ. რეალურად დაგეხმარებათ ის, რომ ამ შემთხვევაში რომ სხვა შესაძლებლობა აირჩიოთ და გამოყოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და თუ აქამდე რამე ერთ კონკრეტულ რამეს ცდილობდით, ხო? ერთ კონკრეტულ ნაბიჯს ცდილობდით, რომ გადაგიდგათ ესე ვთქვათ სიტუაციებთან მიმართებით, ეხლა მაგალითად რაღაცა სხვას ცადოთ. თუ მაგალითად ეს ეხება სამსახურს, აქამდე როგორც ეძებდით, ისე კი არ მოძებნოთ, რაღაცა სხვა ფორმა გამონახოთ. თუ ურთიერთობაში პრობლემის მოგვარებას ცდილობდით, რაღაცა სხვა გზით ეცადოთ ამ პრობლემის მოგვარებას და არა როგორც აქამდე გქონდათ მცდელობები, ცოტა სხვა შესაძლებლობა რომ დაინახოთ. ამ შემთხვევაში აი ეს იქნება საჭირო და ძალიან მარტივადაც მოგვარებთ აი ამ სხვა შესაძლებლობის მერე დანახვის შემდგომ, ხო? ეს იყო მეორე ვარიანტი. ეხლა ვნახოთ მესამე ვარიანტი, ზოგადად სიტუაციის არსი, სიტუაციის მდგომარეობა, რაც არის თქვენი მიდგომა, როგორი არის ამ შემთხვევაში და რეალურად რა დაგეხმარებათ ამ ყველაფრის მოგვარებაში. მესამე ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ კი ბატონო, მაღალი ალბათობა იმისა, რომ შეიძლება ვინც ეს მესამე ვარიანტი აიჩეთ, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ უმეტესობას შემთხვევაში ეს იყოს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, შეიძლება იყოს სხვა საკითხებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი უფრო მაღალი მზაობა შეიძლება ფინანსებთან მოდიოდეს აქ, მაგრამ რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ნამდვილად ჩანს, რომ აქ არის პრობლემა. აქ არის რაღაცა თითქოს აი უკვე რესურსი ამოწყვრული, აქ უკვე ბევრი რამე იყო ნაცადი, რომ ეს პრობლემა მოგვარებული იყო, ბევრი ნაბიჯიც იყო გადადგმული, ბევრი რაღაცაც იყო ნამოქმედარი და პრობლემა ნამდვილად არსებობს. ანუ სამყაროსავლად მოდის, რომ კი ეს პრობლემა არსებობს, არც იმას არ ვიტყვი, რომ ხა თქვენ ამ პრობლემას უბრალოდ რაღაცა უფრო მეტად მძაფრ ფერებში ხედავთ კონრემე მსგავსი, კი, პრობლემა არის და რეალურად ამ პრობლემას ხედავთ. თქვენი მიდგომა არის ის, რომ თქვენ გინდათ რომ მოაგვაროთ პირდაპირ ეს პრობლემა. არა და სამყარო გეუბნებათ რომ ცოტა ხანს მოიცადეთ, ცოტა ხანს გაჩერდეთ და ეს პრობლემა მოგიგვარდება და დაგილაგდება, მაგრამ არა თქვენ ჯიუტობთ რომ მე უნდა გადავდგა ნაბიჯი, მე უნდა მოვაგვარო, ეს ყველაფერი ჩემ თავზე უნდა ავიღოთ. რეალურად დაგეხმარებათ ის რომ გაჩერდეთ. აი როგორც ახლა აქ არკანზე არის გამოსახული, ძალიან მარტივად ხო გაჩერდეთ და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას და არა ის რომ მაინც და მაინც თქვენ
თქვენი ეცადოთ რაღაცა გამეორებას, ნაბიჯების და პრობლემის მოგვარებას, ესა რა ვთქვათ. ასე რომ თუ ცოტა ხანს უბრალოდ მოიცდით და დაელოდებით მოვლენების განვითარებას, თავად თქვენ დაინახავთ, რომ როგორ რთულ სიტუაციაში და პრობლემატურ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, ეს ყველაფერი დაალაგდება, გამოჩნდება გზა, რომელიც თვითონვე დაალაგებს ამ პრობლემებს. ეს გახლდათ მესამე ვარიანტი და ძალიან საინტერესო გაშლა არის ჩემი აზრით და აბა თქვენ რა სიტყვით. მოდი ახლა ვნახოთ მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში პრობლემა და სიტუაციის არსი, თქვენი მიდგომა ყველაფრის მიმართ და რეალურად რა მიდგომა არის საჭირო. ხო, ამ შემთხვევაში მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში არის კი პრობლემა, მაგრამ პრობლემასთან დაკავშირებით არის ის, რომ თქვენ უფრო მძაფრად უყურებთ ამ პრობლემას და თქვენ უფრო რაღაცა ართულებთ ამ პრობლემას თქვენი გადმოსახედიდან. ანუ სამყარო არ გზავნის ამ პრობლემას, ესე ვთქვათ, ზემოთ ათასობით აწალებით ის ჩარევით, ანუ არ ხდება ამ პრობლემის გამოგზავნა, ეს არის თითქოს აი მატერიალურად თქვენი შექმნილი პრობლემა, თქვენივე დაშვებული შეცდომების გამო და უფრო რაღაცა მძაფრად აღიქვათ ამ ყოველივეს. თქვენი მიდგომა არის ის, რომ თითქოს ამ პრობლემის მოგვარების პარალელურად თან გინდა რომ თქვენ მოგვარდეთ და თან გინდათ რომ რაღაცა სხვა ადამიანის მოქმედებებით მოგვარდეს ეს პრობლემა, ცოტა შეიძლება საკუთარი შეცდომების დანახვაც არ გინდოდეთ მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში და თქვენი მიდგომა არის ისეთი, რომ აი ხო, კი მეც დავაშავე, მაგრამ მოდი მე ამას არ ვაღიარებ და აბა სხვა ადამიანი და სხვა სიტუაციები თუ მოგვარებენ ამ ყოველივეს, აი ესეთი მიდგომა არის. რეალურად ამ ყოველფრის მოგვარებაში დაგიხმარებათ რაღაცების აღიარება, თუნდაც აღიარება საკუთარ თავთან, რაღაცებში შეცდომა დაუშვით, რაღაცები არ გამოგივიდათ სწორად და არ იყო თქვენი მხრიდან სწორი მოქმედებები, ისე რომ ვთქვათ, განხორციელებული და ამაში დაგეხმარებათ სწორედ ეგ ამ პრობლემის მოგვარებაში, რომ თქვენი რაღაცა დაშვებული შეცდომები დაინახოთ და თქვენს თავზე იყოთ პასუხისმგებლობა, რომ გავმკლავდეთ ამ პრობლემას, გადადგათ ნაბიჯი, გადახვიდეთ მოქმედებაზე. ეს ყოველივე გჭირდებათ მოკლედ მეოთხე ვარიანტის ამომრჩევლებს. ყველს რაღაცა ჯიუტი და პრინციპული ადამიანები მეყურებდით, როგორ ჩანს მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში უმეტესობა გაშლიდან გამომდინარე. და რაც შეეხება ბოლო მეხუთე ვარიანტს, ნახოთ სიტუაციის და პრობლემის არსი, თქვენი მიდგომა ამ ყოველივეს მიმართ და რეალურად რა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მეხუთე ვარიანტი, ვინც აიჩიეთ, ეხლა ცოტა შეიძლება გამკითხოთ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ შეიძლება ის პრობლემა რაც კი ჩავთქვით, საერთოდაც არ არსებობდეს და ეს იყოს აი პრობლემა, რომელიც აი დღეს კი არა და ხვალ უნდა მოგვარდეს და პრობლემაც რომ არ დაექმევა, ესე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში რაღაცა შეიძლება იყოს უსიამოვნო სიტუაცია, სადაც მოხვდით, სადაც ხართ, ესე რომ ვთქვათ და აქედან უბრალოდ გამოსვლა გინდათ მარტივად. მეხუთე ვარიანტის შემთხვევაში, ვინც ჩაუთქვით, უმეტესად შეიძლება მიყურებთ ადამიანები, რომლებიც აი პატარა პრობლემასაც რთულად უყურებთ და რთულ გიჭირთ ხოლმე პრობლემების გამკლავება და დიდი სერიოზული პრობლემები შეიძლება არ შექმნიათ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა, რაც ახლა აქ ჩაუთქვით, არ არის დიდი და გლობალური და მასშტაბური. თქვენი მიდგომა არის ის, რომ აი ცოტა საკუთარი თავი შეიძლება მოგწონდეთ, რომ სხვების როლში გამოიყვანეთ, რომ აი ხო ყველაფერი მე მემართება და აი არც ამაში გამიმართლა და აი როგორი რაღაცა ცუდად მოხდა ყველაფერი. რაღაცა აი ესეთ როლში ყოფნა არის თქვენი მიდგომა ამ პრობლემის მიმართ და არადაც საერთოდ არ უნდა გქონდეთ ესეთი მიდგომა. რეალურად გჭირდებათ ის, რომ დაინახოთ რა სიტუაციაში ხართ, რა მდგომარეობაში ხართ და გადახვიდეთ მოქმედებაზე. რაღაცა ცოტა ცივი გონები, ცივი აზროვნებით უნდა მივდგეთ აი ამ საკითხის მოგვარებას. გსურთ ამ საკითხის მოგვარება, ადეკით მოგვართ, ანუ ნურაფერს უღარ დაელოდებით და აქ ძალიან დიდი და ბევრი მოქმედებებიც არ არის საჭირო ესეც, რომ გაითვალისწინოთ თითქოს რაღაცები თავისით მოგვარდება, დაალაგდება. უბრალოდ თქვენი მიდგომა და განწყობა არის ამ შემთხვევაში უფრო მეტად შესაძლებელი, რომ მოგვარდეს დაგილაგდეთ ეს პრობლემა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს გაშლა, ჩამოკარგებო. დამიწერეთ კომენტარების სახით, თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.